როდესაც ბავშვი სიგარეტს ან ელექტროსიგარეტს ეწევა, რა მოელის მას, რა სასჯელი. პირველი სასჯელი ის იქნება, რომ ძალიან ბევრ ფულს დახარჯავს. მეორე ის იქნება, რომ ჯანმრთელობასაც თან მიაყოლებს. მესამე ის იქნება, რომ მასზე იქნება დამოკიდებული. და ახლა წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც ამ სამყაროს გვირგვინად არის შექმნილი, იმ ნაგავს რო დაემონება და იმის გარეშე რომ არ შეუძლია ყოფნა, აბა ეს ადამიანი ზღირსება, აი რომ არ შეგიძლია თამბაქოს გარეშე რომ იყო. სხვათა შორის აი გოგონებიც ბევრი მოიხმარდნენ და რო შეხედავ ისე გული მიკვდება ხოლმე. ძალიან ცუდი მდგომარეობა. მერე კიდე ალბათ არის ასეთი რამ. მე არ ვიცი ახლა თქვენს კლასში ეს რამდენად ასეა, მაგრამ შეიძლება მოხვდეთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც გოგონებიც კი ბევრი ეწევიან ამას. და შენ უხერხულად იგრძნო თავი, რომ შენ ამას არ აკეთებ. შეიძლება ეს მოხდეს უნივერსიტეტში. შეიძლება ეს სკოლაში მოხდეს. შეიძლება სადმე მეგობრის დაბადების დღეში აღმოჩნდე და იქ მოხდეს და შენ უხერხულად იგრძნო თავი, რომ ყველა ეწევა და მე რაღაცა ჩამორჩენილი ხო არა ვარ. ეგ ჩამორჩენილობა არ არის, ეგ ღირსება, რომ შენ შეგიძლია უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ იცი, რომ შეიძლება ამის გამო დაგცინო და ჩამორჩენილად შეგრაცხონ, ესე იგი. მაგრამ მაინც შენს ღირსებას არ გადახვალ და არ გააკეთებ იმას, რაც ადამიანს არ ეკადრება. სასჯელს რაც შეეხება, თუ ადამიანი ნანობს ღვთის წინაშე, ყველა ცოდვა მიეტევება, მაგრამ ჩვენ რატო უნდა ჩავიდინოთ ცოდვა იმის იმედად, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს. ეგეც არასწორი იქნება. ახლა თუ რაღაცას ვერ ხვდები და აშავებ, კი ბატონო, მაშინ როცა მიხვდები შეინანებ, მაგრამ ახლა წინასწარ რო იცი, რომ უნდა გააკეთო და მე ღმერთის იმედი გაქვს, რომ გაპატიებს, ეგ არასწორი.